ქუთაისში აკაკი კაკაურიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჩატარდა კრივში, სადაც გორელმა სპორტსმენებმა წარმატებითი ასპარეზეს. მემორიალური ტურნირი 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც სამმა გორელმა სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა ნინო კეჩხუაშვილი. ვერცხლის მედალს დაეუფლა გიგი ნონიკაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა იოანე ნაცვლიშვილი. ქალაქ ქუთაისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კრივში, აკაკი, რომელიც მიეძღვნა აკაკი კაკაურიძის ხსოვნას. ამ შეჯიბრებაზე ჩამოსული იყო ხუთმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთიდან, კერძოდ თურქეთი, სასონხეთი, ისრაელი, ლატვია და საბერძნეთის გუნდებმა. შეჯიბრი ჩატარდა კარგად ორგანიზებულად, ჩვენი ნაკრებიდან გოგონა გაგვიხდა ჩემპიონი 54 კილოში ნინო კეჩხუაშვილი, ბიჭებიდან გიგი ნონიკაშვილმა დაიკავა მეორე ადგილი და მესამე ადგილზე გავიდა ივანე ნაცვლიშვილი. ჩავატარე ერთი ფინალური ორთაბრძოლა, რის შედეგადაც მოვახერხე და დავიკავე პირველი ადგილი. შედეგით კმაყოფილი ვარ და ვეცდებით, რომ უკვე საზღვრებს გარეთ დავდოთ იგივე შედეგი სხვადასხვა ტურნირებზე. ქალაქ ქუთაისში ჩატარდა აკაკი კაკაურიძის სახელობის ჩემპიონატი, სადაც ესპარეზა 60 კილოგრამის წონით კატეგორიაში და დავიკავე მესამე ადგილი. მადლობას ვუხდი ჩემს თქმულებს გაწეული შრომისთვის და რაც შეეხება ის შედეგს არ ვარ კმაყოფილი შედეგით და შევეცდები გამოვასწორო ეს შედეგი ახლო მომავალში.